ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ყველა საკითხის მიმართ, რაც დაკავშირებულია მათი ეროვნული ინტერესების, რუსეთის ეროვნული ინტერესების გადაწყვეტასთან, მათ ამის მიმართ ექნებათ ინტერესი. მათ ამის კარგი გამოცდილება გააჩნია, ხა ჩვენ ამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ერთ-ერთი უსერიოზულესი ორგანიზაცია იყო და საბჭოთა კავშირის დასვლის შედეგად გამოწვეული ეს ტრავმა, მათ ასე ვთქვათ, განავითარეს და ზუსტად ხედავენ და ალბათ ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ სადაზვერვო თუ უსაფრთხოების ორგანიზაციად, რუსული უსაფრთხოების სისტემა. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან, ჩვენ რეგიონთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც თავის დროზე იყვნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მათ ექნებათ მთელი რიგი ინტერესი, ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სამხედრო თემატიკა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ინფორმაცია მუდმივად იქნება დაინტერესების საგანი. რაც არ უნდა კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს ამომავლოდ სხვადასხვა დედაქალაქებთან, საქართველოს შემთხვევაში ვიტყვი, ყოველთვის უნდა გქონდეს ხედველობაში და ცხადად ხედავდეთ, რომ არსებული ურთიერთობები არ ნიშნავს ინტერესების გაქრობას. ინტერესები ყოველთვის იქნება, უბრალოდ რიგ შემთხვევაში იქნება აქტიურ ფაზაში, რიგ შემთხვევაში იქნება პასიურ ფაზაში. როდესაც სახელმწიფო ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მისი სამხედრო შენაერთები და დიდი ალბათობით სპეციალური დანაყოფებიც არის კონცენტრირებული ცხინვალსა და სოხუმში, ბუნებრივია, ინტერესი არის, ეს ცხადია, უსაფრთხოების სისტემისთვის არის უცხადესი მაგალითი იმისა, რომ ინტერესი არის ძალიან მაღალი, უნდა ვიყოთ მაქსიმალური ყურადღებით და თბილისის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზეც, ასე ვთქვათ, შეღწევადობის გარკვეული შესაძლებლობები და რესურსები იქნება ეფექტიანად გამოყენებული.